მოგესალმებით მეგობრებო, მე ლაშა გელაშვილი ვარ და თქვენ უყურებთ YouTube აუქციონის მეხუთე ეპიზოდს. დღეს მილიონრების აუქციონს ვითამაშებთ, მაგრამ სანამ გადაცემაზე გადავალთ, პირველ რიგში მინდა მთელი გულით ჩვენს ქართულ ხალხს მიულოცოთ ჩვენი სიამაყის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება. ეს ვიდეო მართალია ცოტა დაგვენები დაიდება, მაგრამ რეალურად მერაბმა გუშინ დაიცვა კამარი პირველად თან საკმაოდ პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ, ამიტომ მერაბ გვეამაყები და მთელი საქართველოს სახელით გიხდით მადლობას. ასევე მინდა ვახსენო, რომ ჯერ კიდევ ბრძოლა არ იყო მორჩენილი, რომ შონომალიმ გამოთქვა რემატჩის სურვილი, მეტიც ის საქართველოში ჩამოვიდა და აცხადებს, რომ ფეხს არ მოიცავს აქედან, სანამ მერაბ დვალიშვილი არ დათანხმდება რემატჩს. ის დღეს გადაცემაშიც გვეწვია, აპირებს, რომ აუქციონი მოიგოს. აბა ეხლა მერაბთან რემატჩის მომგები ეგ არ არის და ბარემ ვკითხოთ, ბატონო შონ, რამდენად ობიექტურია და ადეკვატურია თქვენი მოლოდინი? რას ფიქრობთ? გაქვთ თუ არა მცირედი შანსი მაინც მერაბთან რემატჩის დროს? პირველ რიგში მოგესალმებით. ულოცავ მერაბს ამ გამარჯვებას. კარგი ბრძოლა იყო. ქართული დავამხეცე, სხვათა შორის, რაც აქავარ და იმიტომ რომ ჭიდობაში მჭირდება რა, რესლინგის განვითარება მინდა. და სანამ რემატჩს მერაბი არ დათანხმდება, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი რა. მე წარმატებებს გისურვებ ოღონდ აუქციონზე, იმიტომ რომ რემატჩზე აზრი არ აქვს, ვიც არ უნდა გისურვოს ჩემო შონ წარმატებები და შონთან ერთად დღეს აუქციონს ითამაშებს კაცების წარმომადგენელი ბატონი გიორგი ჟანელიძე, ოქტოპუსის წარმომადგენელი ბატონი გიორგი კალატოზი, დევიდ ვიზაუტ დოგს, იმიტომ რომ არ ყავს მას დღეს ძაღლები, არც ერთი წამოყვანილი და ჩვენი ქართული ხალხი ლევან საგინაშვილი. მე თამაში დასწყებამდე შეგახსენებთ, რომ თქვენ ვირტუალური 3-3000 ლარი გექნებათ, რომელიც საკმაოდ ჭკვიანურად უნდა გადაანაწილოთ თამაშის განმავლობაში და ჩემ მიერ შემოთავაზებული რაც შეიძლება მეტი ძვირად ღირებული ლოტი შეიძინოთ და გამარჯვებული ჩვენი მეგობარი კომპანიის IT Works-ის მიერ შემოთავაზებული აი ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთს მოკიდებს ხელს და სახლში წაიღებს. გიჟდებით გადაცემებში მისვლაზე, სადაც საჩუქრებია. გასაკუთრებით IT Works-ის, ხო? თქვენ როგორც ვიცი გამოცდილება გაქვთ. გამოცდილება გვაქვს, ძალიან ჯიგრები არიან, ერთი ხო. პირველ რიგში ჯიგარი უნდა იყო, ხო? ნამდვილად. მეორე კიდე ძალიან პროფესიონალები არიან. მე მაყურებელს იმასაც დავუმატებ, რომ პროფესიონალებთან და ჯიგრებთან ერთად აგრეთვე არიან არაერთი მოწინავე ბრენდისა და წარმოებლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, მათ შორის Red Dragon-ისაც და როგორც ხედავთ ჩვენ საჩუქრებში თავს იყრის Red Dragon-ის მიკროფონით, სპიკერებით, headset-ით და თავარი პრიზია ეს AOS-ის 165 Hz-იანი gaming მონიტორი. წარმატებებს გისურვებ და მგონი ჯობია რომ უკვე გადავიდეთ თამაშზე, ხო? დავიწყოთ მაშინ. პირველი ლოტის დრო არის, მეგობრებო, რომელიც გახლავთ აპარტამენტი იულისის 320 მეტრიან სუპერ იახტაზე. 166 კვადრატული აპარტამენტიდან 1400 კვადრატამდე აპარტამენტები იყიდება. სულ ჯამში არის 133 აპარტამენტი, მათ შორის პენტჰაუსებიც, მეგობრებო. რომელ ქვეყანაში მიცურავს? ეგეც ყვაძვირებს. იახტა შემქმნელია დაუვიწყარი მდგრადი მოგზაურობისთვის, რომელიც წაგიყვანთ დედამიწის ყველაზე შორეულ და საკულტო ადგილებში. ანუ თბილისის ზღვაზე არ დგას. კი, აი სოსო ერაუნდის ვორლდსაც შეშურდებოდა ისეთ ადგილებში. აჰა, მაშინ დავიწყო. პირველ 100 ლარი მივიღო? რა თქმა უნდა, მიიღეთ. მე კითხვა მაქვს, ეს თანხა რაც არის ერთი დღე ქირაობ ამას თუ? ამ აპარტამენტიდან თქვენ ყიდულობთ ყველაზე მინიმალური ფართობის აპარტამენტს. თბილისზე იაფი მაინც იქნება თბილისის ბინებზე. გარდა ბინებისა, იახტა გთავაზობთ თანამედროვე კეთილმოწყობას, ფიტნეს ცენტრებს, სტომატოლოგიურ სერვისებს და აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებებს. 200 ლარი მიიღირს რა. 200 ლარი მიღებულია. მაგ ნანახი დიდ გემებზე დოკუმენტური ფილმი. დიახ. ყველა დიდ გემში აუცილებლად არის მორგი. იცოდი? მორგი? ხო. მორგის შესახებ ჩვენ არ გვჭირდება. პირდაპირ ზღვაში აგია. პირდაპირ ზღვაში ხრია. 300. მორგთან ახლოს არის ეს სახლი, რო ვიცოდე. აი ეს არის მორგზე არ ვიფიქრებდი ამ ლოტში. მორგიანად მიმაქვს 300-ად. 400. 400. 500. 500 მიღებული არის. მე დავიწყებ ათვას. 600, 601, 602, 3. ბატონო გიორგი, თქვენ აზრით რამდენად ძვირად ღირებული ლოტი შეიძინეთ? ბიჭო, 100.000-ზე მეტი უნდა იყოს. 100.000-ზე მეტი უნდა იყოს 166 კვადრატი? 100.000 რა ზინძაღი დიღომში აღარ ღირსო? ო, ან უკვე მიიღირს 100.000-ზე მეტი თუა. თქვენ მოიგეთ, მეგობრებო, 11 მილიონის 600 ლარი. ლოტი 600 ლარად, ანუ ყველაზე
პატარა აპარტამენტი ამ იახტაზე 11 მილიონიდან იწყება, ამიტომ პირველი ლოტი თქვენია. მორგიც მოჩანს აი. თუმცა ამ გადაცემას ქვია მილიონრების აუქციონი და რამდენად მაღალია ეს 11 მილიონი სხვაებთან შედარებით, შევხედავ. ცოტა ხანში გავიგე. ვისაც თანხა დარჩება, აი ყოველი 100 ლარი 2 მილიონში გადაგეცვლებათ. მეორე ლოტი მეგობრებო, გახლავთ ესეთი სტილეტოები უხერხულად მოსიარულეებისთვის ნამდვილად არ არის, რადგან დაზიანების შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაკარგოთ ბრილიანტის 118 ქვიდან ერთ-ერთი მაინც. ეს არის ჯეიდა დუბაის მიერ შექმნილი ბრილიანტის ფეხსაცმელი და ამ მომენტისათვის მსოფლიოს ერთადერთ 7 ვარსკვლავიან სასტუმროში არის განთავსებული. 100 ლარს მივიღებ. ბინა იახტაზე თუ ეხა ეს აი 300 ლარი. მაგარი ფეხსაცმელი. ლევა ძო დაწყება. მაგარი ფეხ. რაზომა? 400. 500. 600. 600. რა არის ქალის ფეხსაცმელზე რა ამბავი ამიტეხი. 700. 700. 800. 800. მეუღლისთვის უნდა ადამიანს შეძინათ რა ისიც. 800 ერთი აი აღარაც. და 800. 3 გაყიდულია. აი რა უნდა ღირდეს რომ თქვათ რომ კარგი ლოტია. 3 მილიონი მაინც მოღირე. 3 მილიონი ცუდი შეეძენია. 11 მილიონი შეიძინა 600-სა და აი თქვენ მან ისეთი ყიდა. შეიძინეთ ბატონო ლევან 17 მილიონის ეს ფასია. ღირებულების ფეხსაც 118 ბრილიანტი აქვს ხო და 17 მილიონი ღირს ბიჭო. ლევანის გადავცეთ თავისი კუთრილი მე. ჩემ ფეხსაცმელი. შემრჩა ეს იახტაზე ბინა. ამას სახში მივიტან. თქვენს წინაშია ლეგენდარული ირლანდიელი დიზაინერის ეილინ გრეის მიერ 1917-1919 წლებში მისი დიზაინით მიერ შექმნილი უნიკალური და გამორჩეული დრაკონების სავარძელი. თავდაპირველად ეს სავარძელი სუზან ტალბოსთვის შეიქმნა, შემდეგ კი არაერთი დიდებული პიროვნების ხელში აღმოჩნდა. დღეს კი თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაეწეროთ დრაკონის სავარძლის ფლობელთა სიაში და შეიძინოთ ეს დახვეწილად გამოძერწილი და დამუშავებული გამოგონებისა და შესრულების შედევრი. 100. 200 300. ბიჭო მილიონი რატო უნდა ღირდეს ეს? აი რა დრაკონების სავარძელი ბიჭო. 400. 400 მიღებულია. ბოდიში ეს ქანა ოფს აი კაჩალკის. აი ჩავესვენები. აუ დიზაინში იგულისხმება ის რომ თქვენს ასე ვთქვათ საჯდომს რო დადებთ სრულ ჰარმონიას და კომფორტში ხართ რა. 500. ო 500 ერთი 500 2 ქართველი და სკამი რა, რა სკამის გამო რა ამბავია. 3 გაყიდულია მეგობრებო. ყოველს გონია რომ დიფი იქნება და ჩავარდა იქნება ეხა ფასი. ბატონო დავით. მე მაინტერესებს 31 მილიონიან სავარძელში თქვენს რომელიმე ძაღლს დასვავს თუ არა? რა თქმა თორის დავსვა ეგრევე. პირველი ჟება თორი ეგრევე. თუ შეიძლება გადავცეთ თავისი ლოტი ბატონ დავით. ძალიან დიდი მადლობა. სკამი როდი ჩამომივა? ბოდიში. ვაუ! ეს ნამდვილი თანხები. ნამდვილი თანხები. ეს ახლა ვინმე ჭკუად ყოფილი ამას იყიდის. შაგიგდებთ. ამ ფასად გაიყიდა. კი. ვინც იყიდა იმის ბოლო დედას ფასი. შეცინე. არო ეხა რო გაყიდო უფრო ძველი. ჯიმ კერის სახლი. ლოს-ანჯელესში, კერძოდ კი ბრენტვუდში მდებარეობს. სამ კითხვას დასვათ, გეტყვით რომ ეს სახლი არ დამწვარა. თქვენ დღეს შეგიძლიათ დაეუფლოთ ამ ულამაზეს 5 საძინებლიან და 9 ველს წერტილიან სახლს. 9 ველს წერტილი არ ვიცით რა თქმა უნდა ჯიმ კერის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადააკეთოთ გადავაკეთოთ. შადი ბუშტი არ ქონდა რაღაცა კაი მდგომარეობაში. ასევე მოყვება ტენისის მოედანი. ძალიან ლამაზი საგულდაგულოდ დაგეგმილი ესეთი ლანდშაფტური არქიტექტურა აქვს მეგობრებო ამ სახლს. ულამაზესი სახლია ნამდვილად. ვინ გადაიხდის საწყის 100 ლარს? 100 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი, 400 ლარი. მოდი მე ბინების ბიზნესში შევედი რა. 700-ს გადავიხდი. ჯიმ კერის 800. უი დედა. აი ქოშები ხო გაქვს რადგინდა. ხონდა ვიარო. სახლი კიდე და 800 1 კაი მოდი 900. 900. წარმოიდგინე იმ დრაკონების სავარძელს და ამ სახლს რამდენად გაყიდი დავით. გუშინ წავიკითხე ამერიკული სტატია იმ ხანძარს. ეწერა რომ საშუალოდ 10 მილიონი ღირს იქ ეგეთი სახლი. მაგრამ ნუ ჯიმ კერი რო არის ეს გააძვირებს ჩემი ეს. 901, 902 და 903. და მე მინდა გითხრათ, გარდა იმისა, რომ ჩემი ინფორმაციაც ავთენტურია, არც თქვენი ინფორმაცია არ არის რეალობას მოკლებული. როგორ გეკადრება? ეს პირდაპირ პროპორციულია იმისი, რომ ჩემი ინფორმაციაც არის მისაღები 20 მილიონი ღირს. ძალიან დიდ მოგებაში ვერ გავედი ეხლა რო ვთქვათ, მაგრამ 20 მილიონის კაია. 900 ლარად
დავის დაუბრუნდა სერიოზული ქონება. იყიდება თავად ნილ არმსტრონგის კოსტუმი, ის რომელთაც მან დადგა ფეხი მთვარეზე. ზუსტად ის კოსტუმი, ანუ რაც ეცვა, ზუსტად გადაღების დროს კუბრიკმა რო გადაიღო, ანუ დედამიწაზე რო დადგა, ეგ ეცვა ამას. დიახ. 100 მიღებული არის, 100 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი, 500 ლარი. ეს თუ სავარძელზე იაფი ღირს, ესე კაცობრიობის პროგრესი არის არასწორად შეფასებული. 600 ლარი. 601, მე მაინც არ ჩამეტევა არ მინდა. 700. 701 აი რა უნდა ღირდეს ეს. და 700 გაყიდულია. ეს თუ საკოლექციო თემაა, მე მგონია ძალიან ძვირი ღირს. ბატონო დავით, თქვენი აზრით რა ღირებულების კოსტუმი გაუშვით ხელიდან? 12 მილიონი, კაი. 12 მილიონი? 50 მაინც ღირს მინიმუმ. და ეს კოსტუმი გახლავთ 670,000. აი მე 670 მილიონიო და ვიტირებდი ახლა. მე მეგონა რომ სკამზე ძვირი უნდა ღირდეს. ხედავ, მეცნიერებს არა აქვს დაფასება. ეს როც მოდა ეხა მერლინ მონროს. ივსენ ლორენს. ო, მეექვსე ლოტის დრო არის. იყიდება იაპონური, ესეთი ჩქაროსნული მატარებელის ოღონდ ერთი ვაგონი. ეს არის შინკანსენ N700S მოდელი არის იაპონიის მწარმოებლის. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იაპონური მატარებელია ეს მოდელი. ეს კონკრეტული მოდელი ანვითარებს 300 კილომეტრამდე საათის სიჩქარეს. ანუ წარმოიდგინეთ, ასეთი ჩქარი მატარებელი რო ყავდეს საქართველოში, დაახლოებით საათსა და 15 წუთში უკვე ბათუმში ხარ. ჩვენ ესეთი გზა გაგვიკეთა მთავრობამ, რომ ისაც მალე ჩავდივართ. წარმოებელი არის იაპონია, ჰიტაჩი, ლეგენდარული კავასაკი. კავასაკი მე თუ არ ვიყიდე ახლა სირცხე. მაშინ გისმენთ 100 ლარი. 100 მიღებულია. 200, 300, 400, 500, 600. და დათო რო არ ჩამიხტეს. ბიჭო, კავასაკი ახლა მოვიყიდო რა, ხოლმე. ეხა გადავიხდი 700. და ვიცი რაც მოხდება. არ მინდა. 700. 700 მიღებულია. მე გეტყვით, რომ თვითონ ეს მატარებელი არის 16 ვაგონისგან შემდგარი. 16 ვაგონში 4 თუ 5 უყენია ისეთი ბატარეები, რომელიც მიწისძვრის ან ელექტროენერგიის შეწყვეტის ხარჯზეც მაინც აგრძელებს მოძრაობას. უახლოეს სადგურამდე მატარებელი მაშინ კი უნდა ვიყიდო. 800. 801, თანხებს ურახუნებენ შენ. 800, 2, 900. 900, 901 ერთი 30 ეღერება ალბათ. და 900, 3 გაყიდულია. ძვირი უნდა ღირდეს ესეთ მართლა. ეს კი ავითარეს, მაგრამ ის თავარი ხო ელმავალი ის არის, გამწევი რაც არის. არა, მთავარი ეგრანაირად არის. ამის ფორმასაც კი დიდი მნიშვნელობა. არა, ეგ გადავიფიქრე. გადაიფიქრეთ? არ ეღირებ. ხო და თქვენ მინდა გითხრათ ბატონ გიორგი რომ გადაიფიქრეთ 30 ხო, მილიონიანი კი 1.30. ღირებულების ხოდე ბატონმა დავითმა ზუსტად გამოიცნო 30 მილიონის ლოტი. შონდომას ულოცავ შენაძენს და სამეშტელოზე გადავალ ჩემ მაყურებელს ვეთყვი რომ თუ თქვენ აპირებთ კომპიუტერის აწყობას IT Works-ი გთავაზობთ საუკეთესო კონფიგურატორს საქართველოში რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ბრენდებისა და ნაწილების გამოყენებით თქვენთვის სასურველი კომპიუტერი ააწყოთ. ისე რომ პროცესში დარწმუნებული იქნებით რომ თქვენს მიერ შერჩეული ნაწილები არის იდეალურად თავსებადი ერთმანეთთან. თუ შედარებით ნაკლებად გესმით ნაწილების, მაშინ IT Works-ის საიტზე უკვე დაათვლილ და აგრეთვე ოპტიმალურ კონფიგურაციებსაც გთავაზობთ, შეგიძლიათ მათ გადახედოთ და საკმაოდ ხშირად ძალიან კარგ ფასდაკლებებსაც ნახავთ. ასე რომ საუკეთესო კომპიუტერის აწყობა IT Works-ში გელოდებათ მეგობრებო. დინოზავრის T-Rex-ის ნამარხი, ანუ ჩონჩხი. და ეხლა ამას აგიხსნით რა ხდება, მაგრამ ამ დინოზავრს მინდა გითხრათ, რომ სახელიც აქვს, სტენი ქვია. გაგიკვირდებათ და ეს ნამარხი აღმოაჩინა 1991 წელს ადამიანმა, რომელსაც რა ერქვა? სტენი. სტენი. T-Rex სტენი. სადაც აღმოაჩინეს ეს იყო დაკოტას შტატი. დაკოტას შტატში ეს ჩონჩხის ნაგებობა იყო გამოფენილი 30 წლის განმავლობაში, სანამ მეგამდიდრების გასართობ ხობად არ იქცა ამ ჩონჩხებისა და ნამარხების შეძენა. მანამდე იყო გამოფენა და მერე გადაწყვიტეს აუქციონზე გაყიდვა. გონი ვიცი მაგის ფასს. რა ველოდების აწყეს 100 ლარს, რომელიც არ ჩანს. 100 ლარი. 100 ლარი. 200 ლარი, 300 ლარი. 300 ლარი, 400 ლარი, 500 ლარი. 500 ლარი. მე გიორგი 600 ლარი. მე გეტყვით ესეთ რაღაცას. ნახეთ, ამ ჩონჩხის სიგრძე არის 4 მეტრი და სიგანი არის 12 მეტრი. საკმაოდ დიდი არის. მთლიანი აგებულების 70% არის თავად ორიგინალური ძვლებისგან შემდგარი. 700. 700. 701. რომელმა ძვალმა დაგარწმუნა რო ის.
800. 800. რა ვინ ჩაება ნახე. 900. ოპა 902. ვინავა ვინ გამოდგება ჩონჩხთ შემგროვებელი? და ჩონჩხი. 3. ტოფლები და ჩონჩხი ვიყიდეთ. მაგარი მასში ვარ. ლევან. გილოცავთ თქვენს ოქროს ფეხსაცმელს 31,800,000 დოლარიანი ლოტი მიემატა. ცოტა ბევრი გადაიხარეთ, მაგრამ აგრეთვე საკმაოდ ბევრი ღირებულების მქონე ლოტი მოგივიდათ. ინა ნეტ 1000 როა გადაიხადეთ? არა, უფრო- იქნება რაღაცები კიდე. გასაგები. სანამ შემდეგ ლოტზე გადავალთ, ველოდებით 5 წამს მოგხსენებთ მეგობრებო, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ძალიან დიდი მადლობა იმ გულწრფელ და ლოიალურ მაყურებელს, ვინც ახლა დაალაიქეთ და ვინც არ დაალაიქეთ, მიბაძეთ ამ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ YouTube-ერების შრომას. მე-17 საუკუნის ეს სახში მაქვს ვიჯო მე-17 საუკუნის უიშვიათესი გახიდოთ. უიშვიათესი როგორ არის? სპარსულ ხალიჩებს მიაქვს მთელი ცოტა. ეს არის უკიდურესად იშვიათი ხალიჩა, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ სპარსული ხალიჩების ხელოვნების პიკს. გარდა ამ ვიზუალისა, ნახეთ, რესტავრაციის მერე უფრო ლამაზადაც გამოიყურება. მაგრამ ნახეთ ახლა ამის მნიშვნელობა რაში მდგომარეობს რა. ეს ხალიჩა შექმნილია ვაზის ტექნიკის მეშვეობით და მასზე გამოსახულია ასევე ვაზის, პალმისა და ფოთლის ელემენტები. გარდა ოსტატობისა და ხარისხისა, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ გადარჩენილ ნიმუშად ასეთ ხელუხლებელ მდგომარეობაში არის. 100 ლარი მივიღე. 200 ლარი. 300 404 ნომერმა სიმბოლური 400, 500, 600, 700. გონივრული რაც ვიყიდე, არ ღირდა ძვირიდა. რამე იდიოტობა იქნება ისროლო რა. 701 თუ ხართ ხალიჩების მოყვარული, ასეთ ხარისხიან ხალიჩას მეორეს თელს დედამიწაზე ვერ ნახავთ. 702, 700, 3. გაყიდული 23 მილიონი ეღირება ეს. არა, ეს ეღირება $350. აი, ძალიან თავისუფლად. და მოყვება ალიბაბას ლინკი. ერთი ის მაბედნიერებს, რომ მილიონერების აუქციონია და ძალიან იაფი არ იქნება. მე მგონიო ძალიან გარისკეთ და გეტყვით რომ არ გაგიმართლა თქვენ ვერ ვიტყვი, დანარჩენ 4 ადამიანს არ გაუმართლა, იმიტომ რომ 33,800,000 დოლარის დებილობები უნდა ვიყიდო, მე-17 საუკუნის უიშვიათესი ხალიჩის მფლობელი გახდა, სპარსული ხალიჩის მფლობელი ბატონი გიორგი. ანუ ეს ხალიჩა უფრო ძვირი ღირს ვიდრე ეს? დიახ. ულოცავთ. მე მგონი ძალიან რისკი ამართლებსო და ფაქტ თქვენ არა, შემთხვევაში სკამის მერე ყველაფერზე წამსვლელი ვარ, აი რომ დებილობას რომ დავინახავ, 650 კილოგრამი პალაზიტური მეტეორიტი და ამათ შორის არის სხვაობა, ანუ პალაზიტები პირდაპირ გეტყვით რომ მეტეორიტების ჯგუფის მხოლოდ 1%-ში, ანუ 1%-ზე ნაკლებს შეადგენს რა. 2005 წელს კანზასის შტატში აღმოაჩინეს დაახლოებით 1000 წლის წინ ჩამოვარდა დედამიწაზე. პალაზიტი ნიშნავს რომ იმ რკინის და იმ შემადგენლობის გარდა ძალიან ბევრ და დიდი რაოდენობით ძვირფას ქვებს შეიცავს. აი ეს თუ ამერიკაში ჩამოვარდა, იქ ვერავს ვერ დაეცემოდა მაგ დროს. 100 ლარს მივიღე. 200 200. 300. 400 გადავიხდი. არ გინდათ, არ გინი მაცადეთ რა ცხოვრება. 500. 600. მე ჩქარება და მაცადეთ რა ყიდვა. 700 700-იც მიღებულია. ამ ლოტის მყიდველი გახდება ბოლო 10 წლეულებში ყველაზე მნიშვნელოვანი მეტეორიტის მფლობელი. 800. და მეტეორიტი ძვირი ღირს მა. მე მგონი ჯარილა ყველაფერს გადაიხდის ამ. 802, 800, ბევრი ეღირება ძალიან. 3. აი ეს ახლა თუ ძვირი ღირს, ეს 650 რატო უნდა გაგდო? დაჭერე და ნაწილებად გაყიდე, უფრო კარგი არის. აბა რატო ვიყიდე? მაგას აპირე. რომელიც ღირს აი მე 1 მილიონი დოლარი. აი ხო, აი მაგას რა ჯანდაბად მინდა, მაგას ვიზარ. 650 კილო რო იყო, მაგ და დავიხიე უკან. ჯანელამ პირველი ლოტი შეიძინა, უნდა ვკითხო, რამდენი კმაყოფილი ხართ თქვენი პირველი ლოტით? იმედგაცრუე. გაცრუებული. თავს არ დაცემ. აი მეტეორიტი დამეცა თავს. 1936 წლიანი ბუგატი, რომელიც საავტომობილო წრის გვირგვინად აღიარეს და მას ასევე პარიზში მოგებული აქვს ჯილდო საუკეთესოთა შორის. 100 მივიღებ. 100 ლარი. 400. 400 კონკრეტულად აი ეს მოდელი. დღესაც კი ირჩება როგორც ბუგატის მემკვიდრეობის საბოლოო გამოხატულება. ბუგატი თუ არია 500. 500, 600, 700 იყო. 700.
ეს ავტომობილების კლასიკა 1971 წელს პიტერ ვილიამსონმა შეიძინა და წლები დახარჯა მის რესტავრაციაში და 2010-ში კი ის ვოლმარტის დირექტორის მფლობელობაში გადავიდა. თქვენ პირველი აწიეთ რამდენი სიხდით? 800 ხო? 800? 801? არა მინდა. 900. არ დაურტყავთ უკვე გავიწიო და დამერტყა 1000. სულ აღარ მიდა, არ მიდა. 1000 დაფიქსირდა და ამიტომ რავი დიდხანს აღარ დავაყონებ 1001 1002 და 1003 გაკიდული ძვირი უნდა გეტყვით. 53 მილიონი. 53 მილიონი და არ გაყევი დავით მე პროსტა ვიძახი ციფრებს თორე. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ძალიან ახლოს ხარ ხოლმე იმიტომ რომ 40 მილიონი ღირს ენდე რა. ნუ ნორმალურია. ცოტა ძვირი გადავიხარ. არა, არ გადაგიხდიო ძვირი, არ მაგარია. გიოცავ ლევან დამჭა 300 ლარი, ხო? დაგჭა 300 ლარი რომელიც 6 მილიონი არის. ტირექსის ჩონჩხი გავყიდეთ ახლა იყიდება მამონტის ჩონჩხი რომელიც ბონემის აუქციონზე გაიყიდა. კონკრეტულად ეს მამონტის ჩონჩხი გაიყიდა მეგობრებო 2020 წელს. მინდა გითხრათ რომ 10000 წლის წინადელი მამონტის ჩონჩხია. 10000 წლის. 100 ლარი მიღებულია. აქ ორიგინალი რამდენი პროცენტია რო გითხრათ? ორიგინალი არის 80%, ხოლო 20% 80% არის ორიგინალი ძვლებისგან აწყობილი. 300, 400, 600, 700. 700. ჩონჩხის სიმაღლე არის 3.4, ხოლო სიგანე 5.3 მეტრი. და როგორც გითხარით, თავდაპირველი ძვლების 80%-ისგან შედგება. 701 სანამ 703-ს ვიტყვი, დავამატებ 1 და საბოლოო ინფორმაციას. აუქციონზე ვინც იყიდა, მეგობრებო, გახლავთ ფრანგი ბიზნესმენი, რომლის კომპანიის ლოგოც აგრეთვე მამონტია. 702, 700, რას ამბობ? 3 მილიონი 800.000 იყის. აი იქ ვნის განწყობას რომ იაფად იყიდა. ბიჭო, ტირექსი უფრო ძვირი უნდა ღირდეს ვიდრე მამონტი. ამ მამონტის ღირებულება გაახლავთ? აი ახლოს ვიყავ. ხადა. ახლოს ვიყავ. 9 მილიონი ბატონო დავა. ფეხი დაგი. ჩვენი რატო? 700 ლარად ვიყიდე 9 მილიონი. ჩრდილოსონის დინასტიის დროს შექმნილი კერამიკის ჭურჭელი. 100 მიღებული არის. ყოველთვის ჯანელა იწყებს ხოლმე მინდა აღნიშნო. ასლარებში მაგარი ისორის არენანება რა. მაინც ინფორმაცია მოგვაწოდეთ რა. გამოიყენებოდა ხელწერის ოსტატების მიერ მათი ფუძების გასასუფთავებლად და ეს დელიკატური კერამიკის ნაკეთობა გამორჩეულია თავის საოცარი იშვიათობით, რომელიც ჰონკონგის აუქციონზე 20 წუთიანი დაძაბული ვაჭრობის შედეგად სამლარად მე წავიღებ და 4-დო და 5-დო და აი 20 წუთი რო ვაჭრობა მიდის ავი 400 500 600 700. 800 მე ამაში არ გადავიხარ. 702 703 გაყიდულია. მე მგონია რომ ან ძალიან ძვირი ეს ხო არ არის 20 მილიონი ან გიქს აი ძალიან ძვირი 22 მილიონი ან 5 ლარი და აი ხოცავდნენ არის 700 დამჭა რა. აი იმდენად უბრალო ჩანს რომ ძვირი უნდა იყოს. მე გითხარი რომ ხელი არ უნდა ჩაიგდიო მეთქი. გიოცავ. ბატონო შოუნ, იმიტომ რომ 37 მილიონი 680.000-იანი ლოტი შეიძინა და მე მგონი წამოიწია უკვე ვიღაცებს დაეწია. სანამ გადავალ მე-13 ლოტზე, მინდა გითხრათ რომ წინა ვიდეოში IT Works-თან ერთად გავაკეთე გათამაშება, სადაც თამაშდებოდა აგრეთვე gaming მონიტორი და Redragon-ის headset-ი და ასევე soundbar. ჯერ კიდევ აქტიურია 28 იანვარს გამოვლინდება გამარჯვებული, ამიტომ აღწერაში დავტოვებ ლინკს და აგრეთვე კომენტარებშიც გადადით, მიიღებთ გათამაშებაში მონაწილეობა და გისურვებთ წარმატებებს. ეს არის უმაღლესი ხარისხის სოფლიოში ყველაზე ღრმა საყრინთი ნავი. ტრიტონ 4000-2. ეს უნდა თქვა აუცილებლად. ის რომელია რო ჩაიზირეთ თუ? ეს არ არის. ერთ-ერთი მანქანაა, რომელსაც სერტიფიცირება აქვს, ანუ დასტური აქვს, რომ შეუძლია 4 კილომეტრის სიღრმეზე რო ჩავიდეს. ძირითადად იყენებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევებისთვის, კერძო ძიებებისთვის, თუმცა აგრეთვე არაერთი მდიდარი ადამიანის ხელის მოხვედრა და რაღაცა პირადი რაღაცა სურვილებისთვის და ეს უნიკალური არ არის, ეს არის საწარმოო ფასი ექნება ამას, გაბერილი ფასი ამას არ ექნება. პირადი ინტერესებისთვის თუ გსურთ ხო, ოკეანის 500 ლარი გადავიდეთ, 500 მიღებულია, გამოიყენოთ და გეტყვით, რომ სრულად დამუხტვის შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში წყალქვეშ 4 კილომეტრის სიღრმეზე მოგემსახურებათ. ერთადერთი მოწყობილობა, მეგობრებო, რომელთაც შეგიძლიათ რომ ტიტანიკიც კი მოინახულოთ იმდენად ღრმად ჩადის. 600 600 700. 700 700 ამბობს სული.
შიდასო. 800. 800. გარისკა. 801, 802 და 803. ზუსტად ვიცი რომ დებილობა ვიყიდე. ზუსტად ვიცი. 22 მილიონი. მართლა. მე მგონია ლოტები აღარ რჩება ბევრი და გონია რომ ეხლა უნდა მეყიდა რაღაც. თქვენი აზრით რა ფასში იქნება? აი 10 მილიონის 22 მილიონი. 20 ყველაზე კარგ ვარიანტში. გიორგი, მაგ ყველაზე კარგ ვარიანტს გაარწყვეტ, იმიტომ რომ 20 მილიონი არ არის ცუდი. ცუდი არ არის. დასამბობ. აი, ცუდი. 900 ლარი დარჩა. შემდეგი ლოტი გახლავთ ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე ყელსაბა. 300. ხოშებს მოუხდება ეს. ჯერ დავიწყებ, რომ კარტიეს მიერ არის შექმნილი. განსაკუთრებულია მასში გამოყენებული უზარმაზარი მარგალიტის ქვით, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და ესეთი ლეგენდა იყო ამ ლეგენდის თანახმად 1513 წელს ეს ქვა იპოვა ერთ-ერთმა მონამ და იმდენად ძვირფასი იყო და აღმოჩნდა იმ პერიოდში განსაკუთრებით რომ ამ მონას თავისუფლებაც კი აჩუქეს. და 1808 წელს ის საფრანგეთში იოზეფ ბონაპარტეს ხელშიც აღმოჩნდა. ბოლოს კი ჰოლივუდელი საკულტო მსახიობის ელიზაბეთ ტეილორის მფლობელობაში გადავიდა. ბოლო არის ელიზაბეთ ტეილორის მფლობელობაში არსებული სამკაული. ჯანელა დაიწყებს 500. ჯანელას უკვე დაიწყო. იმან დაიწყო 300-ად მომყიდეთო იდა. 400. 400 500. მე ხო იცი რასაც ვიძახი. 700 600 მაგრამ. 700. აი 700 ჩემია ახლა. აი 800. 801 900 ჯანელ, მიდი. არა, მე 100. რამხელა ისტორია აქვს ჯანელ. შენ რომ აღარ დაგჭეს არაფერი და 901 902 და 40 მილიონი იქნება ჯანელ. 903 51 მილიონი იქნება. ყველაფრისთვის მზადო. არა, 51 მილიონი იქნება სალინერიო. ბატონო გიორგი, მე არ მგონია რომ თქვენ რომ მზადრო იყოთ, იმიტომ რომ ეს ხის 11 მილიონი 820,000 დოლარი. ეხლა ვიწყებ მე თამაში. ეს არის შოპარდის ძვირფასთვლიანი საათი. ეს უძვირფასესი დროის მთვრელი მოწყობილობა პრაქტიკულობით დიდად არ გამოირჩევა. 100 ლარი 100 ლარი. მაიც 100 ლარი. 100 ლარი მიღებული. ლევან აუწია, მიდი აუწია. 400 გეტყვით რომ მორთული არის 871 უძვირფასესი ბრილიანტის ქვით. შენ ამაზეც იძახდი, ბევრი ის არის ძვირფასი. აღარ გიჯერა შენ. კაც მეტეორი შეტენე. აღარ უნდა შენი აღარ ჯერა შენი სიტყვის. 401 მეც არ ვაპირებ. 500 მაშინ. 500 700. 700-იანი კაცი ყავს. 800 ისტორიული შედეგი დაფიქსირდა ჯანელა იხდის 800. მე არ მახსოვს. ეხა მოუნდა მაინც და მაინც. 801 900 გაქვს დარჩენილი და შანსი აღარ გექნება, ეხა იყიდე. 800 და ბატონმა დავითმა წააგო. არა უშავს რა მოხდა. დავით, ეხა ფას რო გაჩვენებ. მე შენს ადგილას არ შევხედავდი. მე ჯანელა მოგვიგო ყველას ახლა. 25 მილიონის მქონე. მაწყობდა მე. გადაუსწრებ. მართლა? გადმომეცით რა. და ჩვენი მილიონერების აუქციონი გრძელდება ისევ, იმიტომ რომ ახლა დრო არის მე-16 ლოტი შემოვიტანოთ სტუდიაში სტრადივარიუსის ვიოლინო. 300 400. 500 მიღებულია 1716 წელს შექმნილი ვიოლინოა თვით ანტონიო სტრადივარის მიერ. ამ ვიოლინოს განსაკუთრებულად აქცევს მისი გამორჩეული ჟღერადობა და ამდენი ხნის განმავლობაში ფიზიკურად უნაკლოდ შენახვა. მიუხედავად იმისა, რომ მას იყენებდნენ ისეთი გამორჩეული მუსიკოსები, სახელ და გვარს ვამბობ, ბატონო კალა, თქვენთვის მნიშვნელობას, როგორიცაა ჟოზეფ ჰოაკინი და ნეითან მილსტინი. კაი ნათრევი ყოფილა. მე ცოტა სტრატეგიულ გათვალს გავაკეთებ. დიახ. და პირდაპირ 700 ვიტყვი. 700 მიღებულია. არ უნდა დავილდებოდი შონ. 702 და ერთადერთი ჯანელას უყურებს 700. არა, ვიოლინოა რეგილი. 3 გაყიდულია. მე ესეთი თამაში მეგობრებო, არ მინახავს. გულები გაუსპამოთ. ბატონ დავითს რომელსაც 9 მილიონი დამემატა. 20 მილიონი დაემატება და დიდი ვერაფერი ვერ შეიძლება, იმიტომ რომ 60 მილიონი. მოგიდა ბლოგერი კუში ავაგდე. და მეგობრებო, ჩვენი აუქციონი, მილიონერების აუქციონი
აღარ გძელდება. ეს ხო ბოლო ლოტი, მე-16 ლოტი. მართლა? დიახ. ახლა დავაჯამებთ მე ვიგე? ჩვენს შედეგებს. კი. სულ შემოსულია 300,597,140 დოლარი. და ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი. სარეკორდო მაჩვენებელი ნამდვილად, საიდანაც ბატონ ჯანელას თავისი 1400 ლარის შემორჩენილი თანხით დაუგროვდა 54 მილიონი დოლარის ქონება. შემდგომ დავითა 75 მილიონ 807,140 დოლარით, კალა 76 მილიონ 640,000 დოლარით. შონი, რომელიც თავდაპირველად ცუდად დაიწყო, მაგრამ იმდენად კარგად გააგრძელა, ბოლოს მოგების შანსიც კი პატარაზე გაუშვა ხელიდან. 82 მილიონ 350,000 დოლარით და ჩვენი მილიონერების აუქციონის გამარჯვებული უძლეველი ნომერ პირველი მსოფლიოში ქართველი ხალხი ლევან საგდინაშვილი 94 მილიონ $300 დამრჩა ვერ და 94 მილიონ 800,000 დოლარით. ბატონო ლევან, ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ IT-Works მარისაც კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მათ, ესეთი მაგარი საჩუქრები გამოყო. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მე გეტყვით რა ღირს 200 ლარიანი ვაუჩერი იყო 60 მილიონი დოლარი, მიკროფონი და სპიკერები 70 მილიონი დოლარიანი ღირებულების, 80 მილიონი ღირს headset-ი Redragon-ის და AOC-ის 175 Hz-იანი gaming მონიტორი 90 მილიონი დოლარის ეკვივალენტი. თქვენ გაქვთ 94, ამიტომ ნებისმიერი ნივთი, რომელიც გაგიხარდებათ, დიდი ყუთი რო დიდი ყუთი რო არის ხო? ჩემებს ხომ არ მოისმენით მაინც. ეხა ეს არის ჩემთვის კაი სტიმული, იმიტომ რომ პერსონალური კომპიუტერი არ ამას. ვაუ! ამას რო წავიღებ, უეჭველი ვიყიდე და მონიტორი მაქვს. მადლობა ჩვენს სტუმრებს, მადლობა კიდევ ერთხელ IT-Works და ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აქვს კრეატიული და აგრეთვე საინტერესო პლეისმენტის სურვილი, შეუძლია აქ მეილი ამონათდება, შემეხმიანეთ და პირიქით მივესალმებით ყველა იუთუბერი ახალ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ და ასე ვთქვათ, დააფასებენ ხალხთან ერთად, თქვენთან ერთად იუთუბერების შრომას, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გისურვებთ წარმატებებს ნახვამდის.